გამარჯობა, მადლობა რომ გამოყავით თქვენი ძვირფასი დრო და უყურებთ გადაცემათა ციკლს ამერიკის შეერთებული შტატებიდან უეჭველი ქართველია. მე ჟურნალისტი ალექსი მეგრელიშვილი ვარ, ამ გადაცემის კადრებზე კი ზრუნავს ჩემი ოპერატორი ნიკა ბერძენიშვილი. დღეს განსხვავებული ფორმატი გვექნება, არ მყავს წინასწარ შეთანხმებული ერთი რესპონდენტი. შევეცდები რომ ნიუ-იორკის ქუჩებში ვიპოვოთ და აღმოვაჩინო ემიგრანტები და რაც შეიძლება მეტი ქართველი გაგაცნოთ. ჩავწერ იმდენ ინტერვიუს, რამდენი საშუალება. გამარჯობა, ხო არ ჩაგწეროთ. დღეს შევეცდები რომ ქართველები ნიუ-იორკის ქუჩებში ვიპოვო, აღმოვაჩინო უფრო მეტი ემიგრანტი და შემოგთავაზოთ მათთან რაც შეიძლება მეტი ინტერვიუ იმდენი, რამდენი საშუალებასაც ამ გადაცემის ქრონომეტრაჟი მომცემს. მას ასე დავიწყოთ. თბილისელი ქართველი ვარ, მარინა მერებაშვილი. უკვე 10 წელია რაც ამერიკაში ვცხოვრობ. ძალიან მომენატრა ჩემი ქვეყანა და მალე დაუბრუნდები. იქიდან როგორც მეგონა ადვილი, არც ისი ადვილი ყოფილა. რაც შეეხება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოდის და ძალიან გულით მინდა მიულოცო ჩვენს აქაურ ემიგრანტებსაც, მთელ მსოფლიოში მოდებულ ემიგრანტებსაც და ჩემ ქართველ ხალხსაც და საქართველოში მცხოვრებ ყველა ხალხს და წარმატებები უსურვო. მალე დაუბრუნდებიო, გაქვთ უკვე გეგმა და მონახაზი როდის ბრუნდები? არის, ძალიან ძნელია, იმიტომ რომ კარგად იცით დღევანდელი დუხჭირი ცხოვრებიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც უნდა დაუბრუნდე, მაინც აუცილებლად არა მაქვს მონახაზი, რაც არ უნდა იყოს, მაინც უნდა ჩავიდე. აი რა არის ამისთვის აუცილებელი დაუშვათ, რა არის შესაძლებელი? აუცილებელი და აი ჩვენს ქვეყანაში ცოტა სოციალური მდგომარეობა რო იყოს უკეთესი. მე პენსიონერი გახლავართ უკვე და მე აქ აღარ უნდა ვიყო უკვე, რადგან ჩემ შვილიშვილებთან ყოფნა მენატრება, მაგრამ მათი უზრუნველყოფათ რომ არის ინსტიტუტში სწავლობენ, ძალიან დიდი სიდუხჭირია, იმიტომ თავს ვაწვალებთ აქ და ვეხმარებით აქედან. ამერიკა თქვენი პირველი ქვეყანაა ემიგრაციის? ემიგრა არა. ჯერ ვიყავი საბერძნეთში და მერე უკვე ამერიკაში. ვინ გენატრებათ ყველაზე? რომ ჩავალ საქართველოში, ალბათ პირველ რიგში მიწას ვაკოცებ, დავით ჩოქები და აი ჩვენი ქვეყანა, მაინც ყველა ქვეყანას დიდი მადლობა, მაგრამ არ არსებობს საქართველოსნაირი, იმიტომ არა რომ ქართველი ვარ, ეს ასია. ყველა ძალიან მენატრება, ჩემი ხალხი მენატრება, დედის და მამის საფლავი. აი აღდგომას ეხა რომ ვერ გადიხართ მშობლების საფლავზე, ძალიან რთულია. საცალმუშაობთ ზოგ ბებიებს და ბაბუებს არ სიამოვნებთ ჩვენი სანთლების ანთება, მაგრამ ჩუმად მაინც გულში ცლოცულობდი, სანდელს მაინც ავანდი ჩუმად. მერთი არ მიწყენს. მე ობოლ შვილიშვილებს ვზრდი. არ ყავთ მამამ, ჩემი სიძე მოკლეს და აი მე და ჩემი შვილმა ვითავეთ ჩვენი შვილიშვილები, ბავშვების, მცირეწლოვანი ბავშვების გაზდა და მინდოდა თუ არ მინდოდა წამოვედი, იძულებით წამოვედი, ტირილით. და აქედან შეძლების დაგვარად ვეხმარები არა მარტო ოჯახს, ჩემს ახლობლებს, მეზობელს, სულ ვინმე გაჭირვებულია, თორე ხვალვე წავიდოდი ის რაც გამოვიმუშავე, სულ რომ მოგვეგროვებინა, ხვალვე წავიდოდი საქართველოში იმ თანხით, მაგრამ ვეხმარებით აქედან. რა საქმიანობთ აქ, ყოველდღიურობა როგორია თქვენი? აქ ყოველდღიურობა არის მოხუცთან ურთიერთობა და მისი მოვლა პატრონობა, ასე ვთქვათ. მე გიორგი ვარ ჩაბრაშვილი, საქართველოს და რა თქმა უნდა კახეთიდან წარმოშობით. 23 წელი მეცვა ფორმა მე ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას, ვარ ყოფილი ვეტერანიც. ხო და რომელი ომის ვეტერანი ხართ? 2008-ში ვიყავი, ცხინვალის ომი რო იყო, ზემო აფხაზეთში ვიყავი მე მაშინ. და ძალიან რთული არის ამაზე საუბარი, რომ ძალიან ავიცი ახლა მე მაგალითად პატრიოტი ადამიანი ვარ და კიდევაც რო დასჭირდეს ჩემს სამშობლოს ერთი წამი ნაბიც არ გადავდგა უკან, არც კი დავიხევ, იმიტომ რომ მე ნათქვამი მაქვს, როცა გინდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა ჩემს ქვეყანას თუ გაუჭირდა, არც ერთი ქვეყანა არ მაინტერესებს. ჩავიცმე ისევ ფორმას და დავდგები ძალებში. რამე ხო არ დაიზიანეთ 2008 წელს? უბრალოდ ფსიქოლოგიური მომენტია რა, როდესაც ზოგი ფსიქოლოგიურად კანტუზიას იღებს ჩემ შემთხვევაში. ზოგი დაზიანდა, მაგრამ მადლობა უფალს რომ როგორც ვეტერანს საქართველოში პენსია გქონდათ? პენსია როგორ არის იცი? მე 300 ლარი უნდა მქონოდა პენსია, მაგრამ
რაღაც ჩავარნა მქონა შუალედი იყო და მე ვეღარ აღვიდგინე რა ის დრო, მაგრამ ეხლა დღესდღეობით 100 ლარი მაქვს პენსია. ამდენ წლიანი სტაჟით ჯარისკაცი რა საქმიანობთ დღეს აქ? ვატრიელებთ საჭეს რულს. უცხოელებს რას ეუბნებით ხოლმე საქართველოზე, აი რომ არის საიდან? ნახეთ გზაზე, როდესაც მოძრავ და ვინმეს ნახავ გზაზე გაჩერებულს, რაც მე შემიძლია თვალით რო აღვიქო, რომ ის მარტივი რაღაცა მოსაგვარებელი არის და ვაკეთებ. ამათ ესეთ ხედავთ, რომ ყოველთვის ცდილობენ რომ ფული გადაგიხადონ სანაცვლოდ, მაგრამ მე ქართველი ვარ, არ ვიღებ ფულს და მივდივარ. და ეს საქართველოს ბევრმა არ იცის. და ვეუბნები უხსნი მდებარეობით, ჩვენი ქვეყნის დროშას ვაჩვენებ და უხარიათ რა და ძალიან ბევრი არის. ეხლა ადრე შემხვდა ერთი უცხოელი იყო, რომელსაც დავეხმარე და რო უთხარი ქართველი ვარ მეთქი და ფულს არ ვიღებდო რა და პირდაპირ მითხრა რომ ეს უკვე მეორე შემთხვევა არისო და რა გიჭირთო? ხო რა. მადლობა სიხდიან, მეტი არ. თქვენ სახელი გვარი გაგვეცანით სადავრი ქართველი. გამარჯობათ, მზია ვეფხიშვილი, გიანაშვილი. 4 წელია ამერიკაში ვარ. საქართველოდან 20 წლის ემიგრანტი ვარ. ჯერ იტალიაში ვიყავი 16 წელი და 16 წლის მერე რომ ვერ გავაკეთე ვერაფერი, მაინც იმდენი რაც მჭირდებოდა, იძულებული ვიყავი წამოსულიყავი ამერიკაში. რა გჭირდება? ხო უნდა ირჩინო ადამიანმა თავი, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ რომ ჩავიდეთ, სამსახური აღარ გვაქვს, არაფერი არ გვაქვს, აი მე პირადად პენსიონერი ვარ, უკვე პენსიაში გავეწელ 350 ლარით თავი როგორ უნდა ვირჩინო. მონახაზი თუ გაქვთ, როდის შეიძლება შეძლოთ საქართველოში დაბრუნება? ალბათ მალე დავბრუნდები. 1 წელი მაქსიმუმ თუ გადავრჩები. ჯამში რამდენი წელია რაც ემიგრაციაში ხართ? 21 წელია. რას ნიშნავს ეს თქვენთვის? დაკარგულ წლებს და დაკარგულ ცხოვრებას. იმ წლებს, რომელიც ყველაზე ძვირფასია ადამიანისთვის, 40 წლის წამოვედი ემიგრაციაში და ვარ 60 წლის. ყველაზე ბედნიერი წლები, რაც უნდა გქონოდა შვილებთან ერთად, ის რო დავკარგე და ბევრი სხვა ახლობლებთან ერთად და რა ვიცი, დედასთან და სულ ყველასთან რა და ძალიან ბევრი რამე გადავიტანეთ ამ იძულებითი ემიგრაცია მატერიალური მდგომარეობის. იმიტომ რომ ორი შვილი რო ყავს და სწავლის პერიოდი რო აქვს უკვე და რო ვერ აუდიხარ ფინანსებს, იძულებული ხარ წახვიდე და იმ პერიოდში მე დაბრუნებას მალე ფიქრობ და ვეღარ ბრუნდები. ეს არის ჭაობი. ვეღარ თავისუფლები, ვერჩვილები ვეღარ ადგებიან იმ გზას, რომ საკუთარი თავი ირჩინონ, იმ შვილებს შვილიშვილები დაემატათ და ფაქტიურად შეწირული ხარ. ჩვენი ცხოვრება, აი, შეწირულები ვართ, ესე გამოდის. თქვენი პატარა ბედნიერებები რა არის? აი რაში პოულობთ? ჩემი პატარა ბედნიერება იქნებოდა, რომ საქართველო იყოს კარგად, მშვიდად. დღეს რაც საქართველოში ხდება, ყოველ შემთხვევაში მაგაზე ძალიან დიდი განცდა მაქვს და ძალიან ნერვიულობ. არ მინდა ყავდეს საქართველოს ისეთი მთავრობა, რომელსაც არ ესმის თავისი ხალხის და რომელსაც ხმის უფლებასაც აღარ აძლევს. წუხვარ დღეს რაც ხდება რუსთაველზე. ყოველ დღე მე რასაც უყურებ იმ ახალგაზრდებს, რომ იჭერენ და ასე ექცევიან, ჩემთვის დიდი ტკივილია. იგივე ჩემ შვილებთან გაიგივებულია ის ყველაფერი. და ამაზე იმდენად ნერვიულობს უმეტესი ემიგრანტები, ვისაც ესმის და ვისაც რაღაცა ცოტა რაღაც მაინც აქვს. საქართველოს უნდა ყავდეს მთავრობა, რომელიც თავის ხალხზე იფიქრებს და არა საკუთარ ჯიბეზე, როგორც დღეს ფიქრობენ. ეს ყველაფერი ისე გაუშვი, არაფერი ამოჭრა. დღეს რომ მილიონები აქვთ მოპარული და არაფრად არ უღირთ ის და სასაცილოდ იგდებენ ადამიანებს, ახსნასაც არ უკეთებენ, რომ ეს მილიონები როგორ მოიპარეს და ვითომ ამდენი წელი არ იცოდნენ და 14 წელი რო ზიანი იქდა, არ აინტერესებთ თუ გინდაც იმ ემიგრანტების დაბრუნება, როგორ უნდა მოხდეს, არაფერი შექმნეს სამუშაო ადგილები, რომ ამ ხალხმა იმუშაოს და თავი ირჩინოს. ეს არ არის მთავრობა, ეს არის ხალხის დაცინვა, რომელიც ვერ მიხვდნენ ამდენი ხანი, რომ რამე უნდა გამოესწორებიათ. ეხლა რიგრიგობით იჭერენ ამ ხალხს, ჩააჯენენ ციხეში და ვითომ ამით რა ის ფული სად მიდის, ამ ფულსაც არ იღებენ, რაც მოიპარეს. და თუ მოიპარეს და რამე ამოიღეს, სად წავიდა ის არსად არაჩანს. ბანდიტები და ქურდები უნდა წავიდნენ მთავრობიდან. ეს არის ხალხის ნება. აი ეს არის ხალხის ნება ნორმალური, ჩამოყალიბებული ადამიანის ტვინი, ვისაც აქვს აღსალამათი, ყველა ასე უნდა იფიქროს. მთავრობა გვჭირდება ჩვენ, ვინც ხალხის ბედნიერებისთვის იფიქრებს, არა საკუთარი ბედნიერებისთვის. მობრძანდით, თქვენც გაგვეცანით თუგნებავთ ორი სიტყვით. მრავალ აღდგომას დაგასწროთ უფალმა, ულოცავ ჩემს ქვეყანას და რა ვიცი,
ყველაფერი სიკეთე მოეტანოს ამ აღდგომას. მოგმეს მადლობა, ჩაგეხუტებით. და აი აგერში გადავდივართ შემდეგ რესპონდენტზე, კარგად ბრძანდებოდეთ ბედნიერი აღდგომა. თქვენ მოისმინეთ რომ საუბრობდა ქართულად და თქვით რომ გეთანხმებით. სხვათა შორის კი. თქვენი სახელი გვარი, ასევე გაგვეცანით სადაური ქართველი ხართ. ასმათი ვარ ჩანგსელიანი ლენტეხიდან. კი, გათხოვილი ვარ გურიაში, სამი შვილის დედა გახლავართ. 4 წელია უკვე აქ ვარ ამერიკაში და რთულია ჩვენი ყოფა. ნამდვილად. რას გულისხმობთ? მონატრებას პირველ რიგში. დედის და მამის საფლავზე გაუსვლელობას და ესეთი სამწუხარო ამბები ბევრია. მაგრამ მადლობა უფალს რომ მოგვეცა იმის შესაძლებლობა რომ ჩვენ აქედან გაულამაზებთ ყოფას ჩვენ შვილებს და ჩვენს ოჯახებს. რა საქმიანობთ? მუშაობ. ეხლაც ბაბუა მყავს გამოყვანილი. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საოცარი ეს არის დღეს ჩვენთვის. ემიგრაციაში რატომ ხართ? ეს იყო იძულებითი ემიგრაცია თუ თქვენი არჩევანი? იცით რა არის? ჩვენი არჩევანია რა თქმა უნდა, იმის გულისთვის რომ ჩვენ გადავარჩინოთ ჩვენი ოჯახები და ჩვენი ყოფა გავხადოთ ცოტა უკეთესი. მაგრამ რა თქმა უნდა, თუ იქნებოდა საქართველოში იმის შანსი, რომ მე ჩემშვილებთან ერთად ყოფილიყავი, სიამოვნებით ვიქნებოდი ჩემშვილებთან ერთად. წარმოგიდგენიათ, რომ შვილიშვილი მყავს და როდის ვნახავ აზრზე არ ვარ. როგორ ფიქრობთ, როდის ნახავთ? აი, მონახაზე თუ გაქვთ, როდის შეიძლება დაბრუნდეთ საცხოვრებლად საქართველოში და რა გჭირდებათ ამისთვის? ნუ, საქართველოში დაბრუნება ხვალ შემიძლია სიტყვაზე, მაგრამ ესე რომ ვთქვათ, რომ აი წავალ საქართველოში, მაგრამ ვერ წავალ, იმიტომ რომ მაქვს ძალიან დიდი მისია შესასრულებელი. ამიტომ ჯერ აბსოლუტურად არ ვფიქრობ იმაზე, რომ ეს იქნება მომავალ წელს და რა არის ეს მისია? ოჯახური პირობები. კი. მოგმესი მადლობა დათმობილი დროისთვის და გისურვებთ წარმატებებს. ძალიან სასიამოვნო იყო. რა შეიძლება იმას, ხო უნდა შეიცვალოს აუცილებლად რაღაცა ჩვენ ქვეყანაში, რომ ამდენი ემიგრანტი არ ყავდეს ჩვენ ქვეყანას. რა აუცილებლად უნდა შეიცვალოს რაღაცა. ეს რაღაცა უგულისხმობ ჩვენს ხელისუფლებას. აი რაღაცნაირად თავს დაკარგულად გრძნობთ აქ რო ხარ. რა თქმა უნდა, ჩვენ დაკარგული მართლაც აი რო იტყვენ, დაკარგული მარგალიტები, შრომის უნარიანები, ნუ თუ ჩვენ აქ რა ძალას და ჯაფასაც აქ ვხარჯავთ, ნუ თუ ჩვენ ქვეყანაში არ გამოვადგებით ჩვენ ქვეყანას, აუცილებლად გამოვადგებით. რა საქმიანობდით მანამდე? ან თუ გაქვთ გეგმა, რა შეიძლება გააკეთოთ პროფესია თუ გაქვთ? საქართველოში ვიმუშავე 16 წელი სამზარეულოში. ზარეული ვარ. აქაც მაგ კუთხით ვიმუშავე 2 წელი სანამ საბუთი მექნებოდა მანამ და მე უკვე საბუთი რო გავაკეთე, ცოტა გავიმარტივე სამსახური. პირველი ემიგრაცია ამერიკა თქვენთვის? არა, ისრაელში ვიყავი. რამდენი ხანი იყავი? 4 წელი ვიყავი ისრაელში. ჯამში რამდენი ხანია რაც ემიგრაციაში ხართ? 10 წელია. მარინა მეზურიშვილი ვარ თბილისელი. კაბატონო მარინა, რამდენი ხანია რაც ამერიკაში ცხოვრობ? 8 წელია. მე დიდი ხანია ემიგრაციაში ვარ საბერძნეთში. და საბერძნეთიდან წამოხვედით. საბერძნეთიდან ჩამოვედი. საქართველოში დაბრუნებას თუ განიხილავთ და როდის? რა ვიცი, იმედია მაინც, იმედს არ ვკარგავთ, რომ დავბრუნებულიყავით ჩვენ სამშობლოში. თუ შეიძლება. რა უნდა შეიცვალოს? აი რა შემთხვევაში განიხილავთ საქართველოში დაბრუნებას? თავრობა პირველ რიგში. მეორე რიგში სამსახურები. უნდა გაჩნდეს სამსახურები, რომ დაბრუნდეს ამდენი ხალხი, ხო? სხვა მეტი რა. და ეს ინფლაცია რაც მიდის ამ პროდუქტთან და იმასთან მიმართებაში სამსახური არ არის და საიდან ყიდულობს ხალხი, რატო არ კითხულობთ? პენსია 300 ლარი ვის ყოფნის? ვის ყოფნის? არავის. გაჭირვებულია ნახევარი საქართველოს ქუჩაშია გამოწვეული. რუსაველზე ვცხოვრობდი, ოპერის პირდაპირ. გავყიდებინა, იმიტომ რომ კედლები არ იჭმეოდა. მე საბერძნეთმა ბავშვები დამაძლებინა. ჯამში რამდენი ხანია რაც ემიგრაციაში? 30 წელია საერთოდ თბილისი დამარწამოსული. რა საქმიანობდით საქართველოში პროფესიით ვიხარ? მხატვარ დეკორატორი ვარ, ოპერაში ვმუშაობდი, შენ შემოგევლე კარგ დროს. რა საქმიანობთ დღეს? აქ ჰომოტენტი ვარ. ბებიასთან მუშაობ. აგერ უკვე მეორე წელია ბერძენ ბებიასთან. ხომ არ გაბრაზებთ ერთმანეთს, ხომ არ აბრაზებთ? არა, კარგი ბებია მყავს, ძალიან კარგი ბებია მყავს. კი ბატონო. მაგ მხრივ გამიმართა. წარმატებებს გისურვებთ და თქვენი ოცნებების ასრულებას. მრავალი აღდგომას დაესწარით. ბედნიერი აღდგომა ყოფილიყოს ახალგაზრდების. გაიხარეთ. ჩვენ მეგრებს აღარ გვინდა. არა, რას ამბობთ? 70 წელს უკაკუნებს შემოგევა. ჩვენივრად გამოიყურებით. წარმატებები.
მე ვარ ნინო დოლიძე, ვარ ხაშურიდან. 2 წელია ვცხოვრობ ამერიკაში. რატომ ხართ ემიგრაციაში? რატომ ჩამოხვედით? 14 წელი ვიცხოვრე საბერძნეთში და ოჯახური მდგომარეობის გამო მომიწია რომ მე აქეთ წამოსულიყავ. რა საქმიანობთ თქვენი ყოველდღიურობა რა არის? 19 წელია სტილისტი ვარ და ჩემი ყოველდღიურობა არის ეს. რა გზით ჩამოხვედით? მექსიკა. როგორი გზა გამოიარეთ? რთული იყო თუ ზოგი მარტივად ჩამოდი, ზოგი ძალიან? ძალიან რთული გზა გამოვიარე. 5 თვენახევარი დაკავებული ვიყავი. მადლობა უფალს რომ აქ ვარ და წინასწარი დაკავების იზოლატორ DTS-ში ეგრეთ წოდებულში იყავით 5 თვე. მარტო წამოხვედი? მე მარტო ვიყავი, მაგრამ 68 ქართველი ვიყავით ერთად, დაკავებული ძალიან ბევრი თვის განმავლობაში. აქ მარტო ხარ თუ ოჯახთან ერთად? მარტო. ოჯახი ყავს საქართველოში. ეს ჯუნგლები და რაღაც ისინი ხوار გამოიარა? ყველაფერი. ეს ანუ რეალობა არის. ადამიანებს გონიათ ხოლმე რომ ეს არის მითი, რომ ეს ნიანგები და ჯუნგლები და მდინარეების გადაალახვა. ნამდვილად რეალობაა. და მე ვფიქრობ, რომ უნდა მენახა ეს ყველაფერი, რომ სხვანაირად დააფასო შენი ყოველდღიურობა. ყველაზე მეტად რა გადააფასეთ ცხოვრებაში? გადაფასებით სიმართლე რო გითხრა, ყოველდღიურად ვარ მადლიერი ყველაფრის გამო რა. ყოველდღიურად ვთვლი, რომ უფრო და უფრო წინ მივდივარ. და ყველაფერი მიზანი რა არის თქვენი ამერიკული ოცნება, რისთვისაც იბრძვით და რისთვისაც ზღირდა ის გზა, რაც გამოიარა? არ ვიცი, სიმართლე რო გითხრა, ვფიქრობ, რომ ცხოვრებით მირჩევნია საბერძნეთში ვიცხოვრო. ეს საქართველოს როგორ ჩანს აქედან? იცი როგორ რეალობაა, რომ გაიღვიძო უცბად და წარმოიდგინო, რომ საქართველოში ხარ შეგეშინდება რა. კიდევ ერთხელ ქართველი ვიპოვეთ ქუჩაში. გამარჯობათ, გაგვეცანეთ თქვენი სახელი გვარი სადაური ქართველი ხართ. მანხაზი ვარ ეხვიაშვილი, წარმოშობით რაჭიდან, მაგრამ თბილისში დაბადებული გაზრდილი. კი ბატონო, რამდენი ხანია რაც ამერიკაში ხარ და როგორია თქვენი აქაური ცხოვრება? მე-13 ვარ ჩამოსული და 8 წელი გახდება მალე რა. თუ გაქვთ გონებაში ის თარიღი მონიშნული, როცა დაბრუნდებით საქართველოში საცხოვრებლად? ალბათ პენსიას რო გავაკეთებ აქ. მე წავალ. საქართველოში რა საქმიანობდით? ძალოვნებში ვიყავ. რა სტრუქტურაში? რავი, ყველგან თავდაცვა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიცია. საკმაოდ თანამდებობებზე ვიყავ. მაგრამ სამწუხაროდ 24 წელი ვერ მსახურე საქართველოს და მარტო ვეტერანის იმაზე ვარ. პენსია არ მაქვს. აფხაზეთის ამაჩაბლოს ყველა ომი გამოვლილი მაქვს. და კონტუზია მაქვს მიღებული, артиლერიაში ვიყავი და ძალიან ფსიქოლოგიურად ძნელად ეხლაც ხანდახან სიზმარში ნახულობ ეხლაც და ომის კადრებს ნახულობ სიზმარში. ხო და ძალიან ძნელია. მე ვარ ლანა შალამბერიძე, ქალაქ სენაკიდან. სენაკიდან. რამდენი ხანი ამერიკაში ხართ? მე 4 წელია. რა საქმიანობთ, როგორია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება და რატო ხართ ემიგრაციაში? ჩემი ყოველდღიური ცხოვრება ვარ მცხოვრებელი ლიტ ჯორჯიაში და აგრეთვე მუშაობ ბებია და ბაბუასთან. ემიგრაციაში იმიტომ წამოვედი, რომ აი ჩვენი ცხოვრების გამომდინარე, საქართველოს ცხოვრების გამომდინარე, იმიტომ რომ იქ ძალიან ჭირს ცხოვრება და თითქმის ყველაფერს მოკლებული რო არ იყვნენ ჩემი შვილები და მათი ცხოვრება უზრუნველყოფილი მქონდეს, ამიტომ წამოვედი აქეთ. გეუბნებიან ხოლმე დედა ჩამოდი. კი, როგორ არა, ძალიან ხშირად დედა რა ვქნა ჩამოდი და აი იქნება რაღაცა, მაგრამ მე თვითონ ჯერ არ მივდივარ, იმიტომ რომ შეგნებულად. ჯერ მჭირდები შვილებს. გზა რა გზით ჩამოხვედით? მექსიკით. რთული გზა იყო? ძალიან რთული, ძალიან უმძიმესი. თავიდან არ მეგონა მართლა რომ ესე მომიწევდა ამ ყველაფრის გადალახვა, მაგრამ შევძელი. მარტო წამოხვედით და სრულიად მარტო. რისკიანი ადამიანი ხარ ცხოვრებაში, ხო? ყველანაირად რისკს მივდივარ. ეს თქვენი პირველი ემიგრაციაა? არა. ვიყავი 10 წელი მოსკოვში. მოსკოვიდან წავედი იტალიაში და იტალიიდან პირდაპირ წამოვედი ამერიკაში. ბოლო ქვეყანა იქნება ემიგრაციის როგორ? ნამდვილად. მე ვარ ირმა ფიფია, მე ვარ წალინჯიხიდან. კი ბატონო, რამდენი ხანი ამერიკაში ხართ, ბატონო ირმა? 4 წელია რაც აქ ვარ.
როგორია თქვენი ამერიკული ცხოვრება, ყოველდღიურობა, მოგწონთ, არ მოგწონთ და როდის აპირებთ დაბრუნებას თუ გაქვთ უკვე ეს თარიღი მოხაზული გონებაში? ამერიკული ცხოვრება ძალიან კარგია. სულ შრომაში ვართ. დაბრუნებას რაც ეხება, ალბათ ჯერ არა. თქვენი ამერიკული ოცნება რა არის, რისთვისაც იბრძვით და შრომობთ ყოველდღიურად? უზრუნველყოფილი ცხოვრება სიბერეში. რა საქმიანობთ ყოველდღიურობა რა არის? მე ვარ საქართველოში ვიყავი სტომატოლოგი. აქ ვარ კლინიკაში, სტომატოლოგიურ კლინიკაში დენტალ ასისტენტი და თანაც ვისწავლე კოსმეტოლოგობა, დავამთავრე მანჰეტენზე ესთეტიკური სკოლის კურსები და ეხლა ვეუფლები ახალ პროფესიას. ეს პირველი ემიგრაციაა თქვენთვის? არა. აღდგომას ვილოცავ სრულად მთელ საქართველოს და ყველა კუთხის ემიგრანტებს. სახელი გვარი? გუგა ხუსკივაძე. გუგა, რამდენი ხანია რაც ამერიკაში ცხოვრობ და სადაური ქართველი ხარ? მე ვარ აქ 4 წელიწადი, მაგრამ მე ვარ დაბადებული რუსეთში და გაზრდილი რუსეთში. მშობლები სადაურები არიან? ჩემი მშობლები დედა არის სამეგრელო და მამა არის იმერეთიდან. ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო, ჩემი ფესვები და ქართული ისტორია. რით ამაყობ ქართულ ისტორიაში ყველაზე მეტად? რითაც გიამაყება რომ ხარ ქართველი? რომ ჩვენ გვაქვს მდიდარი ისტორია. როგორც დავით აღმაშენებელი, მეფე, თამარა მეფე. ანუ დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის ეპოქა არის შენთვის ყველაზე საამაყო ქართულ ისტორიაში. ვინ გენატრება ყველაზე ძალიან საქართველოში? ყველაზე მეტად მენატრება ბებო. სამეგრელოშია ბებო? დიახ, სამეგრელოში არის. მოიკითხე და სააღდგომო მილოცვაც შეგიძლია გა. ბებო, გილოცავ სააღდგომო დამდეგ აღდგომას ჯამთელად იყავი და ბედნიერად. ძალიან მიყვარხარ და მენატრები. სახელი გვარი გაგვეცანით, სადაური ქართველი ხართ? ნინო კუპრავა, მეგრელი მარტვილი და რამდენი ხანია ამერიკაში ხართ? 21 წელია. უძლებთ, იმიტომ რომ გჭირდება ოჯახებს, გჭირდება და თავარი გასაძლები რა არის ემიგრაციაში? მონატრება. ვინ გენატრებათ ყველაზე? ყველანი საქართველოში. ოჯახი და ირგვლივ ყველანი და ყველანი საქართველოს მენატრება. აქ მარტო ხართ? შვილიც მყავს აქ. გილოცავთ ყველას აღდგომის წინვალე დღეს ესწავლს. გადაცემიდან ვარ თუ ეჭველი ქართველია, ქუჩაში ვეძებთ ქართველებს. გაგვეცანით თუ შეიძლება ორი სიტყვით. მე გახლავართ ფალავანდიშვილი ინგა. არა ვარ დიდი ხნის ემიგრანტი ამერიკისთვის, მაგრამ ზოგადად 21 წლის სტაჟი მაქვს ემიგრანტობის. მე ცხოვრობდი და მუშაობდი 18 წელი საბერძნეთში. და 3 წელი შემისრულდება ახლა მაისში, რაც მე ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში. და შეიძლება რა უნდა ვთქვა, რადგანაც ესეთი სასიამოვნო და ბრწყინვალე დღესასწაული გვიახლოვდება, მე მინდა ჩემს ქვეყანას მიულოცო. ემოციებს ვეღარ ვყავ. კი ბატონო, პროფესიით ვეხარ. პროფესიით გახლავარ მუსიკოსი, ყოფილი მგალობელი. პირველი ემიგრაცია იყო საბერძნეთში. დიახ, და საბერძნეთშიდაც ვგალობდი, ქართულ პირველი მგალობელი ვარ, როდესაც დაარსდა ქართული პირველი. დიახ. რატომ ხართ ემიგრაციაში? რა გზა გამოიარეთ? მექსიკით ჩამოვედი. მარტო წამოხვედით? დიახ. დღეს რომ გახსენდებათ ეს მექსიკის გზა რაც გამოიარეთ, რა ემოცია გეუფლებათ ხოლმე? სხვათაშორის მე არ მეუფლება ცუდი ემოცია, რადგანაც ადამიანი ვარ, რომელსაც თუნდაც იმ უცხო ქვეყნების გამოვლა, ჩემთვის არ იყო იმ მიზეზით, რომ მე ახლა ნიანგი შემჭამს და მე ახლა ეს არა. მე პოზიტიურად უყურებდი, მიუხედავად იმისა, 5 დღე და ღამე ველოდებოდი დეთეშენში შესვლას ღია ცის ქვეშ. როდესაც საზღვარზე შედიხართ და ბარდებით, იმ ელოდები პროცესს, როდის მოვა საემიგრაციო და წაგიყვანს. და იმდენი ხალხი იყო მოწოლილი. 5 დღე და ღამე მოგვიწია ღია ცის ქვეშ ნეიტრალურ ზონაში.
სანამ მოვიდა პოლიცია რომ წაეყვანეთ უკვე ამერიკულ ციხეში. პოლიცია კი იდგა იქს, მაგრამ იმდენი ზღვა აუარებელი ხალხი იყო, უფრო მეტი ოჯახები კიდე და სადაც ბავშვები იყვნენ, იქ ჯერ ბავშვები და ოჯახები გაყავდათ და მერე მანდილოსნები გაგვიყვანეს და ამას დაჭირდა 5 დღე. აქ რა საქმიანობთ, ღირდა ეს გზა ამად? მე როგორც საბერძნეთში, ისევე ოჯახში მუშაობ მომლელად. რაც არ უნდა კარგ სიტუაციაში იყოს სტრესი თან ახლავს ემიგრაციას. თუნდაც აი ახლა მე ვიყო კაბინეტში ვიჯდე, მე ჩემი სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი ყოველთვის თანდევს და ყოველთვის იქნება ის ნოსტალგია, ის ცრემლი, ის გულის აჩუყება, თუნდაც კეთილი ემოციით აგეჩუყება გული, იმიტომ რომ ქართველებს სხვადასხვა გვიყვარს სამშობლო. ვინ გენატრებათ ყველაზე მეტად? ყველა და ყველაფერი. ჩვენ ყველა ქართველს მე არ არსებობს რომელიმე სამსახურში შევიდე და მე ჩემს ქართველობაზე არ ვისაუბრო. არ არსებობს დღე რომ თუნდაც აი ელემენტაროს საჭმელს რომ მოამზადებენ. არ არსებობს იქ არ ჩავაკვეტო რომ ჩვენი ქართული უფრო გემრიელია. კი ეცინებათ აი ამჟამად იტალიურ ოჯახში ვარ და არ არსებობს რომ მე ჩემი სამშობლო არ წამოვწიო, სადაც არ უნდა ვიყო, რომელ ოჯახშიც არ უნდა ვიყო, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვიყო, რომ მე ჩემი ქართველობა და ქართველი ერი არ განვადიდო. ჩემი შრომით ვეცდები ვასახელო ქართველები და საქართველოს. აქ აღარ გალობთ, არის ბევრი ქართული ეკლესია. სამსახურიდან გამომდინარე ძალიან მსურს, აი ჩემი ძალიან დიდი სურვილია, მაგრამ ჯერ ვერ ვარ ისე რომ თან ნიუ-ჯერიში შტატში ვარ და სიარული მიჭირს. ქრისტე აღზრდა მკვდრეთის სიკვდილითა სიკვდილისა დავთქმელი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. დიდი მადლობა თქვენი დათმობილი დროისთვის, ასეთი განწყობით, გემშვიდობებით, ერთი კვირი გარდა გავიწყეთ რომ გამოყვეთ სოციალურ ქსელებში, მოგძებნეთ სახელით უეჭველი ქართველია. დროებით.